მოგესალმებით, დღევანდელი თემა არის მიზნობრივი პროგრამა Coral Detox-ი. რისთვის უნდა ჩაიტაროს ადამიანმა დეტოქსიკაცია, ანუ წმენდა, ორგანიზმის წმენდა, რა არის მიზნობრივი პროგრამა Coral Detox-ი და რა შედეგს მოიტანს ეს პროგრამა თქვენთვის. ამისთვის მოვიწვიე ექიმი ქალბატონი ლია თვალავაძე, რომელიც აგვიხსნის ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად. ქალბატონო ლია, მით მოგესალმებით, დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ამ ძვირფასეს პროგრამას, რომელიც შედგენილია ჭკვიანი, უმჭიერესი და უგანათლებულესი ექიმების მიერ და სულ შედგება 4 პროდუქტისგან. რატომ დეტოქსი? რატომ ვიწყებთ დეტოქსი? მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩვენი საკვები, რითიც ადამიანი იკვებება, შეიცავს ძალიან ბევრ ისეთ ნივთიერებას, ძალიან პოპულარულ ენაზე რო აგიხსნათ, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი თვისთვის ამოუცნობია, არ არის მისაღები და ჩვენთვის არ არის ორგანული. და ეს ყველა ეს ნივთიერება რთული გამოსატანია ორგანიზმიდან თავისთავად. ანუ დახმარება სჭირდება. აი ეს დეტოქს პროგრამა ზუსტად სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ჭკვიანურად გვეხმარება ამ ტოქსინების გამოტანაში. ტოქსინი ნიშნავს შხამს, ვისთვისაც ეს სიტყვა უცნობია. ორგანიზმში მოგეხსენებათ, რომ არსებობს ორნაირი ტოქსინები. ეს არის დაახლოებით 80% წყალში ხსნადი ტოქსინები და ამიტომ დიდი რაოდენობით წყალი უნდა სვას ადამიანმა და დაახლოებით 20% არის ცხიმში ხსნადი ტოქსინები. აი ეს პროგრამა მოიცავს ზუსტად ამ წყალში ხსნად და ცხიმში ხსნადი ტოქსინებისაგან განთავისუფლებას. მოგეხსენებათ, რომ წყალი, ყველანაირი წყალი, რა თქმა უნდა, რომელიც შეიძლება რომ სვას ადამიანმა, ასე თუ ისე მაინც ახერხებს ამ დეტოქსიკაციას, მაგრამ არის ცოცხალი წყალი, ესეთი ტერმინი, ალბათ გაგიგიათ, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ორგანიზმის, ჩვენი შიდა სტრუქტურის, უჯრედ შიდა წყლის სტრუქტურა უნდა ჰქონდეს წყალს და ეს არის ცოცხალი წყალი. ანუ შეიწოვება ძალიან სწრაფად. ადამიანი, როდესაც ასეთ წყალს სვამს, ცოცხალ წყალს, არ სჭირდება მას გადამუშავება, სტრუქტურის შეცვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირდაპირ შეიწოვება უჯრედში. და თან ამასთან ერთად თუ კი რამ სასარგებლო არსებობს, საკვებიდან მიღებული თუ დანამატით მიღებული, აი ეს ცოცხალი წყალი უკვე შეიტანს უჯრედში უდანაკარგოთ და სწრაფად. და ამიტომ ცოცხალი წყლის მიღების შემდეგ უფრო ეფექტურია შედეგი და უფრო ჩქარდება შედეგი დეტოქსიკაციის. ამას აკეთებს აი ეს ძვირფასი პროდუქტი, რომელსაც ქვია თეთრი მარჯანი და ეს არის იაპონიიდან შემოსული და აი ეს ისე აცოცხლებს წყალს, რომ გათვალისწინებულია ის მინერალების შემცველობა, რაც ადამიანის ორგანიზმის სჭირდება და დეტოქსიკაციის უნარი, იმიტომ რომ ძლიერი აბსორბენტია. აბსორბცია ნიშნავს შეწოვის უნარს. ანუ ორგანიზმიდან შეიწოვება ყველა ტოქსინი, სასარგებლო შეიწოვება უჯრედში, თვითონ იწოვს ტოქსინებს და არასასურველს და შარდთან ერთად გამოიყოფა. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ინტოქსიკაცია იხსნება, გარდა მაგისა, ძალიან კარგად ასუფთავებს საშარდე გზებსაც და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ პენჭერიც კი დაშლილი თითქმაში და წამოსულა მარილებად. ამას ჩვენს წყალში ხსნადი ტოქსინების გამოტანაში ეხმარება ესეთი ძვირფასი პროდუქტი, ანტიოქსიდანტი აშხუთასი, რომელიც ამ პროგრამაში მოიაზრება და გვაქვს სახეზეც. აშხუთასი არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც ექსკლუზიურად
ინკლუზიურია, მას ყავს თავისი ავტორი და გარდა იმისა, რომ არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი და იცით ანტიოქსიდანტი რას ნიშნავს, ანუ ის თავისუფალი რადიკალები, არასასურველი რადიკალები, რაც ჩვენს ორგანიზმში, სისხლში თუ ლიმფაში თუ უჯრედს შორის სივრცეში დადიან და ეძებენ იმ ადგილს, სადაც ხელსაყრელს იპოვიან გასამრავლებლად და მერე უკვე მოგეხსენებათ რაღაც არასასურველი დაავადებები მოდის ხოლმე. აი ამისგან რადიკალებისგან განთავისუფლებაში გვეხმარება. წყალს ეხმარება დეტოქსიკაციაში და ლიმფა და სისხლი იწმინდება უნიკალურად და თან ძალიან კარგია კუნთოვანი სისტემისთვის, კარგია ტვინის ჟანგბადით მომარაგებისთვის. ანუ გარდა იმისა, რომ დეტოქსიკაციას ახდენს ეს ორი პროდუქტი წყალში ხსნადი ტოქსინებისგან, გარდა მაგისა ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს და ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებს ორგანიზმში. გარდა მაგისა, ანუ შემდეგ არის ორი ასეთი პროდუქტი, ასიმილატორი და ლეციტინი, რომელიც გვეხმარება ცხიმში ხსნადი ტოქსინებისაგან განთავისუფლდეთ. ლეციტინი მოგეხსენებათ არის ამინომჟავა, ეს ამინომჟავა გამოტანილია სოიოსგან, აქ არსებული ლეციტინი და ეს არის ისეთი ამინომჟავა, რომელიც თითქმის არ არსებობს ჩვენს ორგანიზმში სისტემა, ფუნქცია, ორგანო, რომელიც არ თხოვლობდეს ამ პროდუქტს, ამ ამინომჟავას. შეიძლება გაჩვენოთ თვალსაჩინოებისთვის. აი ეს არის ძვირფასი ლეციტინი, რომელიც ასიმილატორთან ერთად გვეხმარება ცხიმში ხსნადი ტოქსინების გამოტანაში. გარდა ამისა, ლეციტინი თავისთავად მუშაობს ჰოლესტერინზე, ანუ რაც ჩვენს ორგანიზმში გროვდება ცუდი ჰოლესტერინი, მოგეხსენებათ არის კარგი და აუცილებელი და არის ცუდი ჰოლესტერინი. ზუსტად ცუდი ჰოლესტერინის გამოტანაში გვეხმარება სისხლძარღვთა კედლების ელასტიურობის აღდგენაში და ძალიან კარგია, ვისაც ვენური პრობლემები აქვს, კაპილარული პრობლემები აქვს. ძალიან კარგია გულის მუშაობის რიტმის აღსადგენად. რა თქმა უნდა, როდესაც სისხლძარღვი გამართულია და სისხლძარღვის კედელი კარგად მუშაობს, თავისთავად გულიც კარგად მუშაობს. ხომ? ეს ლოგიკურია, ამას არ უნდა დიდი მეცნიერული ახსნა და ყველასთვის გასაგებია. შემდეგი პროდუქტი, რომელიც, გარდა ამისა კიდევ შეიძლება ბევრის ლაპარაკი, გარდა ამისა მინდა გავამახვილო ყურადღება ასიმილატორზე, რომელიც ასევე შემიძლია რომ დებით გაჩვენოთ, თვალსაჩინოთ. აი ეს გახლავთ ასიმილატორი. ეს არის ფერმენტული აქტივობის გამაძლიერებელი, ანუ შედის ფერმენტებიც და პლუს ის დანამატები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმში თავისთავად გამომუშავდეს ფერმენტები და ამ ფერმენტებს დაეხმაროს შეწოვაში და ადგილზე მისვლაში. ანუ აი ამ პროგრამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ხდება დეტოქსიკაცია, ადამიანები გრძნობენ, როგორ გამსუბუქდნენ, როგორ მოუწესრიგდათ ნაწლავთა მოქმედება, როგორი ხალისიანები გახდნენ, ენერგიულები გახდნენ, უკეთესად მუშაობს გონება. ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ ახალი იდეებიც კი დაებადათ ამ პროგრამის მიღების შემდეგ. და ეს ერთთვიანი პროგრამა იმდენად კარგ შედეგს იძლევა, რომ შემდეგ უკვე ადამიანს სურვილი აქვს, რომ პერიოდულად ეს დეტოქსიკაცია ჩაიტაროს, იმიტომ რომ ჩვენ ეკოლოგია არ გვეცვლება სამწუხარო და უარესდება და აქედან გამომდინარე, რომ ვიყოთ ჯანსაღები და არ მივცეთ იმ ტოქსინებს, გარედან მიღებულ ტოქსინებს, აკვებით თუ ჰაერით, რომ ჩვენი ორგანიზმი დააბინძუროს და შემდეგ დიაგნოზები ჩამოყალიბდეს
რასთან ბრძოლაც ცოტა უფრო ძნელია, რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ეს რაც ძალიან მოკლედ შეიძლება ანუ და ქალბატონელია ეს როგორც პროფილაქტიკა ადამიანს წელიწადში ორჯერ სასურველია რომ არ არის აუცილებელი ადამიანი ელოდოს იმას როდის იგრძნობს თავს ცუდად ზუსტად მაშინ არის ეს პროგრამები უფრო შედეგიანი და უფრო კარგი, როდესაც თავს ცუდად არ გრძნობთ. ანუ თავის ცუდად შეგრძნება უკვე ნიშნავს იმას, რომ იქ დიდი დარღვევებია. ნუ დაელოდებით, ვიდრე ავად გახდებით. ჩაიტარეთ მანამდე პროფილაქტიკა. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. მინდა მოგახსენოთ, რომ 4-ვე პროდუქტი არის ამ მიზნობრივ პროგრამაში. ეს პროგრამა არის დაპატენტებული და ექსკლუზიური და აი ესეთ ერთიან ყუთში, ანუ შეკვრაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის ერთი თვის პროგრამა და ვინც დაინტერესდება, მოგწერეთ ჩვენს გვერდზე და დაგეხმარებით. აუცილებლად. მადლობთ ყურადღებისთვის.